ამრიგად ერთგვარი შეჯამების სახით რომ წარმოვიდგინოთ, მივუბრუნდეთ აი ამ სხვადასხვა განმარტებას, ესე იგი ტყის ზედა საზღვარი, ხის გავრცელების საზღვარი და ტყის ზედა საზღვრის ეკოტონი. აი ეს სამი დეფინიცია გვაქვს მოცემული. ესე იგი ტყის ზედა საზღვარი, ინგლისურად იქნება alpine timberline, იმიტომ რომ არსებობს ტყის ქვედა საზღვარის, ტყის ქვედა საზღვარი არის ძალიან თითქმის მთელი დედამიწის მასშტაბით ანთროპოგენიზირებული. იგი მას არ აქვს ფაქტობრივად სიმაღლე, იგი შეიძლება ზღვის დონიდანვეც იწყებოდეს, ხოლო ამ შემთხვევაში ტყის ზედა საზღვარი აღინიშნება alpine timberline ამ ტერმინით. ხის გავრცელების საზღვარს ეწოდება tree line და ტყის ზედა საზღვრის ეკოტონს tree line ეკოტონ. ანუ ტყის ზედა საზღვარი ეს არის ხის დომინანტური სასიცოცხლო ფორმის მკვეთრი ცვლილება, რაც აი სურათზე მშვენივრად ჩანს, აი დღე უცბად აღარ არის ეს დღე და ეს კედელივით არის, ზოლი გადის, შემდეგ იწყება მდელოს მცენარეულობა. უკანასკნელი ჯუჯა ხის გავრცელების ზედა ზღვარი, ეს არის tree line, ანუ ხის გავრცელების საზღვარი, აი ესეთი დაკნინებული ეგზემპლარებით შემდგარი. და გარდამავალი ზონა ტყის ზედა საზღვრიდან ხის გავრცელების საზღვრამდე, ანუ აქედან აი ამ უკანასკნელ ჯუჯახემდე, ამას ეს არის არე დეგრადირებული ხეების ზოლიდან უკანასკნელ ჯუჯახემდე. ანუ ესეც დეგრადირებული 2-3 მეტრის სიმაღლის არის შედარებით უკვე სხვა ამის ქვევით მდებარე იგივე ან კრომხოლცთან, ან ჩვეულებრივ ტყესთან. ამ სურათზე არის პროფილი ხელუხლებელი, ფაქტობრივად ხელუხლებელი არყნარი ტყისა, რომელიც შემდეგ თავდება გარკვეულ სიმაღლეზე, დაახლოებით 2450 მეტრზე და იწყება უკვე ეს დეკიანები, მუქი მწვანე ფერით გამოხატული და თუ ამას შევადარებთ, არსებობდა, როდესაც საუბრობთ ჩვენ, რომ ხშირად შეხვდებით, რომ კავკასიონზე ტყის ზედა საზღვარი არის საშუალოდ 100-150 მეტრით, შეიძლება უფრო მეტითაც დაწეული ანთროპოგენური ზემოქმედების გამო. მაშინ აი ამ საუბრისას სწორედ აი ესეთი ვითარება იგულისხმება. ხედავთ, რომ დეკიანსა და ტყეს შორის საკმაოდ დიდი დისტანცია არის უტყეო ადგილების, იმიტომ რომ აქ გაიჩეხა ეთყობა ტყე და წესი და კანონით აი ამ სიმაღლეზე უნდა გადიოდეს, ანუ ფაქტობრივად აი გვერდით, სადაც დაუზიანებელია ამ პატარა ფერდობებზე, მიკრო ფერდობებზე, ჩრდილოეთ ექსპოზიციისა, ჩვენ კარგად ხედავთ იმ ზოლს, სად უნდა გადიოდეს ტყის ზედა საზღვარი. აი აქ დაახლოებით ამ ადგილას და ამის ნაცვლად სწორედაც დაახლოებით 150 მეტრით ქვევით არის დაწეული სწორედაც ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, იქნება ეს კანჩეხვა, ძოვება და თუ სხვა რამ. მაგრამ ჩვენ შეიძლება ერთ საინტერესო ფენომენსაც გადავაწყდეთ მთაში. რელიეფის კონფიგურაციის მიხედვით განირჩევა ბუნებრივი ტყის ზედა საზღვარი, რაზედაც ჩვენ აქამდე გვქონდა საუბარი, და ეგრეთ წოდებული ფსევდო ტყის ზედა საზღვარი, რომლის წარმოქმნაც დამოკიდებულია ფერდობის განვრცობაზე. აქ არ ვსაუბრობთ ჩვენ ანთროპოგენიზირებულ ტყის ზედა საზღვარზე, რომელიც არის ადამიანის ქმედების შედეგად დეგრადირებული და დაწეული, არამედ ბუნებრივად არსებულ ტყის ზედა საზღვარზე, ოღონდ ის არის ეგრეთ წოდებული ფსევდო ტყის ზედა საზღვარი და ორი და დამოკიდებულია ის რელიეფის კონფიგურაციაზე. აქ ორი ძირითადი მომენტი განირჩევა. პირველი, როცა იცვლება ფერდობის კონფიგურაცია და იგი გადადის პლატოში, აი აქამდე მოდიოდა ტყე ჩვეულებრივად და უცბად ეს ფერდობი დამთავრდა და გადადის ძალიან დიდ პლატოში, აი მოსწორე ტერიტორიაზე, ანუ ეს ფერდობი აღარ გრძელდება ზევით. და მეორე ვარიანტი, როცა ფერდობი წყდება იმ სიმაღლემდე,
რომელამდეც ბუნებრივი ტყის ზედა საზღვარს შეუძლია მიაღწიოს. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს არა პლატოს, არამედ თხემის ფენომენი, იმიტომ რომ აქ წყდება უცბად ეს ფერდობი და შემდეგ გადადის საპირისპირო ექსპოზიციის, ამ შემთხვევაში სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობში და ამ ორ უკანასკნელ შემთხვევაში ადგილი აქვს სწორედ ფსევდო ტყის ზედა საზღვრის წარმოქმნას. სწორედ ეს ფსევდო ტყის ზედა საზღვარი ძალიან გავს ბუნებრივ ტყის ზედა საზღვარს, იმიტომ რომ აქამდე მოდის ჩვეულებრივი ტყე, დაახლოებით ამ ადგილიდან იწყება უკვე კრუმხოლცი და შემდეგ ეს ტყის ზედა საზღვრის ფენომენის ეკოტონისთვის დამახასიათებელი ეს ცალკეული ჯუჯა ეგზემპლარები ამ ხეებისა. აქაც კარგად შეინიშნება. თუმცა ეს არ არის რეალური ტყის ზედა საზღვარი. იგივე შეგვიძლია ვნახოთ ამ სურათზეც. და აქ უკვე მოახლოებული, უფრო ახლო ხედით არის გადაღებული და ფაქტობრივად ეს თუ არ ვიცით ამ ადგილის სიმაღლე, ამიტომ არის შესაძლებლობა რომ შეგვეშალოს ეს ბუნებრივი არის თუ ეს არის გამოწვეული რელიეფის კონფიგურაციის ცვლილებით. რა ფაქტორები ზემოქმედებენ ტყის ზედა საზღვრის კონფიგურაციას? ეს ტყის ზედა საზღვარი არ არის, რა თქმა უნდა, სწორხაზოვანი ერთი სწორი ესეთი უწყვეტი ზოლი, არამედ არის სხვადასხვა მხარეს, ან ზოგჯერ კლებულობს, ზოგჯერ იმატებს. ეს ფაქტორები არის პირველი სუბსტრატის არ არსებობა. თუ იქ სუბსტრატი არ არის, ამიტომ ანუ ჩვენ ვსაუბრობთ რაზე, ეს მუქი ფერი აღნიშნავს ტყეს და ეს არ არის სწორი ხაზი. სწორი ხაზი შავი, ამის ნაცვლად არის ესე ზოგან დეგრადირებული, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად და ეს ამას რა განაპირობებს? ერთი რომ სუბსტრატის არ არსებობა, თუ არ არის სუბსტრატი ხე ვერ იზრდება, ვთქვათ, ცივი ჰაერის შემოსვლა მწვერვალებიდან, ეს აბეცია სწორედ ამას ანიშნავს, ანუ დაახლოებით ძალიან ცივი ჰაერის მასების თუ ხეობა არის შემოდის და დაუშვათ იქ ხელს უშლის ხეების დამკვიდრებას. C მუდმივი თოვლი, ანუ რომელიც იშვიათად დნება ხოლმე, არის ზაფხულები, სადაც ეს თოვლი ჩერდება და აღარ დნება მომავალ ზამთრამდე. ყოველ წელიწადს ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ძალიან ხშირად ზაფხულშიც კი არ დნება ხოლმე თოვლი. ზვავები, მოძრავი ნაშალები, რომლებიც ასევე ხელს უშლიან ხეების დამკვიდრებას, ქვათაცვენა, ისიც ზვავების ზემოქმედება, რა თქმა უნდა, უფრო დიდი და სერიოზულია, ვთქვათ, ვიდრე ქვათაცვენისა. ხანძარი შეიძლება იყოს ძოვებით განპირობებული წვეთა იყოს დღეებისა და ეს არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც ზედა ზოლთან ახლოს იყოს, შეიძლება სადღაც შუაშიც მოხდეს. და წყალის დიდი რაოდენობით წყლის გამოსვლა, პატარა ტბები ან რაღაცა მდინარეები და მათი არსებობა.